სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის მორიგის ხდომა იმართება. საკანონმდებლო ორგანოში კომისიის წევრები მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის მიზანი პროდუქტების, მედიკამენტების და საწვავის ფასების მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაა. შალვა სუმბაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. შალვა, გისმენთ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელ შეხვედრაზეც არის ეგრეთ წოდებული кэშბექების საკითხი, თუმცა ერთი განსხვავებით, ამ შემთხვევაში კომპანიების ნაწილი მიუთითებს, რომ кэშბექების მოხსნა ერთის მხრივ გამოიწვევს ფასების მომენტალურ შემცირებას, თუმცა ამ შემთხვევაში მოკლებული იქნებიან კომპანიების შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ გარკვეული ფასდაკლებები გარკვეულ პერიოდში და ეს ფასდაკლებები ვეღარ მოხერხდება, რომ შეიქმნას. შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ასე პირდაპირ მოჭრით, გადაჭრით მიღება გადაწყვეტილების იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდეს кэშბექები ან განისაზღვროს კონკრეტული ზედაჭერი, სწორი არ არის. ამის საპასუხოდ დეპუტატებმა მათ კითხეს, რამდენად ამ გადასახადის მოხსნა რამდენად შეამცირებს პროდუქტებზე ფასს, რაზეც ერთხმად თანხმდება ყველა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ამ кэშბექების საერთოდ მოხსნის ან ზედაჭერის დაწესების შესაძლებლობა დადგება, მაშინ ფასები დასტაბილურდება და შემცირდება. ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაღალი ფასნამატების იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა დაასახელეს გვიან გადახდები, ანუ მიტანილი პროდუქციის საფასურის გვიან მიღება, რიგ შემთხვევაში 75-დან 90 დღემდე ხდება ამ რესურსის გაჩერება საცალო ქსელებში, შესაბამისად მათ უწევთ, რომ საბრუნავი კაპიტალი მოიძიონ სხვადასხვა რესურსებიდან, ხშირ შემთხვევაში ეს არის საბანკო რესურსები, რაც გარკვეულწილად თავის გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასის წარმოქმნაზე. ასევე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ის, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, შესაბამისად მსხვილ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოში ოპერირებენ, საქართველოსთვის აქვთ შეთავაზებული სხვა ფასი, რადგან ბრუნვა საქართველოში ბუნებრივია არის უფრო ნაკლები, ვიდრე რამდენიმე ათეულ მილიონიან ქვეყანაში. შესაბამისად ესეც საკმაოდ დიდ პრობლემად დასახელდა, როდესაც შედარებაზეა საუბარი ევროპულ და ქართულ ფასებს შორის. ასევე უნდა ითქვას, რომ დღეს როგორც საგარეო ფაქტორი კომისიაზე იყო რეგიონში მიმდინარე ომი და დაძაბული ვითარება და რამდენად ახდენს ეს ყველაფერი ასევე ფასს კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის ფორმირებაზე. სისტემური პრობლემები გამოეკვეთა სექტორში, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ფასარმოქმნის ჯაჭვში ქმნის დამატებით ხარჯებს და ყოველივე ეს აძვირებს სამოხმარებლო პროდუქტს. ჩვენი მიზანი არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება პირველი გამჭვირვალე, მეორე პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი. აი ეს სამი მოცემულობა მოგცემს საშუალებას, რომ ბაზარზე მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღოთ კორექცია კლებისკენ. თქვენი პროდუქტი საქართველოში უფრო იაფად იყიდება თუ ევროპის სხვა ქვეყნებში? ხშირ შემთხვევაში არის, როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, იგივე თუნდაც თურქეთი და სხვა ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირ ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან მიმართებაში. რა კომპონენტები არის თქვენ შემთხვევაში, რომელიც იწვევს საოპერაციო ხარჯების გაძვირებას და რა სად ფიქრობთ, რომ ოპტიმიზაცია შეიძლება გაკეთდეს? მარკეტინგის ხარჯი იზრდება. იზრდება, ესე იგი რაც ბოლო 3 წლის დინამიკაში, ესე იგი მარკეტინგის ხარჯის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ფასნამატში მონაწილეობს. პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი რა თქმა უნდა, ანუ ფასების მატება გამოწვეული არის ჩვენ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში მწარმოებელი შემთხვევაში, გულისხმობ ანუ შოკოლადის ესე ვთქვათ, მარცვლის ღირებულების დაზე. თუ იყოს სიტყვაზე 1 გახდა 5. ვთქვათ, იქ გასწორდა ყველაფერი კანონმდებლობით იქნება დადგილები თუ სხვა რამით. და თქვენთან მეტი თანხა წამოვიდა, უფრო მეტი მოგება დაგჭათ, შემოსავალი ასე ვთქვათ. გაიაფებთ პროდუქტს? რაღაც დონეზე რასაკვირველია. რაღაც დონეზე რას ნიშნავს? იმდენით ვერ გაიაფებთ, რაც დაგჭებათ? ჯერ იმაზე საუბარი ადაგვრჩება წარმოუდგენელია. თუ სავაჭრო ქსელში დავარეგულირებთ თქვენთან მეტი მოგება დაგჭათ, რა არის იმის გარანტია, რომ თქვენ ფასს მომოგვლიათ? კონკურენცია.
კონკურენცია რო არ მუშაობს ფაქტია თუ არა აქამდე ვერ არ მივიდოდით კონკურენცია მუშაობს თან ისეთ საკმაოდ ძლიერად 86% არ იქნებოდა ფასნამატი კონკურენცია რომ მუშაობდეს აი კეშბექი გავავქმეთ რა იქნება თქვენთვის შედეგი შედეგად შეიძლება მივიღოთ გაყიდვების შემცირება შესაბამისად რაც აისახება უკვე ფინანსურ მაჩვენებელზე კომპანიის მაგალითად იგივე ყავა სადღაც არის 16-დან 19.5 ლარამდე. ეს ქსელების მიხედვით. თქვენ გაქვთ თუ არა ქსელებთან მოლაპარაკების რაიმე ბერკეტი? შეადარებთ თქვენ, როდესაც ერთ ქსელს აქვს აქცია, იმ პერიოდში მეორე ქსელს, რომელსაც არ აქვს აქცია, დიდი განსხვავება იყოს ფასში. მაგრამ რაღაც პერიოდში სააქციო ფაზებზე არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მე ეჭვმევარება, რომ ეს ღრმა ფასდაკლებები იმიტომ კეთდებოდეს ქსელების მხრიდან, რომ მომხმარებელი იყოს მოგებული. მოდით აი დავრჩები ამ ჩემ აზრზე, რომ ეს მათივე ფინანსური მოდელისთვის არის უკეთესი და რაც არ გაეყიდათ ის ღრმა ფასდაკლებებით, რომელიც ასევე თქვენი кэშბექის ხარჯზე მოდის, ანუ მათ უადვილებთ ოპერირებას. თქვენ გაქვთ თუ არა აი საბოლოო გასაყიდ ფაზზე ზემოქმედების რაიმე საშუალება? არა გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ სარეკომენდაციო ფასები შეიძლება. წინა შეხვედრებზე წარმომებლები დისტრიბუტორები საუბრობდნენ, რომ кэშბექმა ზრდა დაიწყო, იმავე პერიოდს ემთხვევა, ასე ვთქვათ, აი ეს მეტი და მეტი აქციები ღრმა ფასდაკლებები უფრო ფართოდ შემოვიდა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბატონო გიორგიმაც თქვა, რომ ჩვენი ბაზარი ასე ჩამოყალიბდა. რაც მომხმარებლის ერთი სეგმენტისთვის შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ მეორე სეგმენტისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს, რომ აი სტაბილურად ეგრეთ წოდებული დაბალი ფასი შევინარჩუნოთ ბაზარზე, რომ ყოველდღიურად არ ელოდოს ადამიანი და რაღაც ფასებს არ ადარებდეს. უმძიმესი მდგომარეობა არის ახლო აღმოსავლეთში, არ ვიცი, სადაც თვალი მიგვიწვდება, ყველგან იბომბება, მათ შორის ახლა აზერბაიჯანში ჩამოვარდა ბომბი და თავისთავად ეს მძიმე მოცემულობა ალბათ ყველაფერზე აისახება. თქვენი რომელიმე პროდუქტი მოდის თუ არა ამ ქვეყნებიდან, სადაც ახლა ეს მდგომარეობა არის, ან იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას, რომ ფასები შეიძლება მოიმატოს თქვენს პროდუქციაზე. ერთადერთი რამაც გრძელვადიანში შეიძლება გამოიწვიოს, ამის რისკი არსებობს, რომ ის ბაზრები თუ არ იქნება ათვისებული წარმოებლების მიმართ, შეიძლება მათთან აღმოჩნდეს ნაშთების გაზრდა და ნუ იქ რაღაცა პროცესები შეიცვალოს, მაგრამ ჩვენზე არ ამგონია რომ ჯერჯერობით წინა შეხვედრებისგან განსხვავებით დღევანდელი შეხვედრა შედარებით დიდხანს გაგრძელდა საკანონმდებლო ორგანოში. აქ წარმოდგენილები არიან მსხვილი სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები. მე გეტყვით ასევე იმასაც, რომ უკვე მომდევნო კვირაში 4 შაბათს საკანონმდებლო ორგანოში მოვა მთავარი მოპასუხე მხარე, ანუ სარეალიზაციო ქსელები, ვინაიდან სწორედ მათკენ იშვერს როგორც მწარმოებლები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიები ხელს, როდესაც დიდ ფასნამატზეა საუბარი. ისინი ამბობენ, რომ ამ ფასნამატს განაპირობებს ის პირობები, რომლებიც შემოთავაზებულია საცალო ქსელების მიერ და ამის გადახედვა მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ თავად საცალო ქსელებს. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.